წამოვედით ხახაბოში ახლა აქ რავი რა გითხრა ხალხოზე 800 ეთქოს რავი ამასობაში ამინდმა არ ვიცი რავი აი ხედავ ხო გეყოფა კატლოს კაია მოცოდან იგივე მიცუდან ჩვენი გზა გრძელდება წინ მარგემიდის როგორც გავიგე რაღაც ტექნიკური ხარვეზივით აქ უკანა ხუნდები გაუცვეთია არ ვიცი რა სამუხრუჭებს ეს ბიჭი ხმას გამოსცემს აი გეცოდინებათ როდესაც ხუნდი იცვითება სპეციალურად აქ ესეთი მეტალის პატარა მისადები რომელიც საზიზღარ ხმას გამოდებს რადგან საყრდენ დისკს ედება და ეგეთი ხმით ანუ ხრიალით შეიძლება ითქვას დადის მარგეს ხრიალით დადის ახლა და ნელა მიდის ახლა და ჩვენც ნელა ესე მივყვებით მაგრამ ჩქარა მაინც ვერ წავალთ სასაზღვროს პოლიციას აქვს როგორც ხვდები ეს საყვარელი ჯიმნები საინტერესო იქნება საყვარელი მანქანა და საინტერესო თუმცა ალბათ ფასის გამო ალბათ არა ფასის გამო პოპულარული მაგალითად არ არის მაგრამ ალბათ რაც დრო გავა ნელ-ნელა წამოვა ეგეც წამოვედით ახლა და ხახაბოსკენ უკანა გზაზე გადმოვხვიეთ მთავარი გზიდან ჩამოსახვევია და აგერ ზემოთ უნდა გავუყვეთ გზას ეხა გიორგის მანქანა უნდა დავტოვოთ უკანა არასაიმედო რა ქვია ხუნდების გამო გზაში ვარ გაწვივდეს და გავაგრძელებთ მოდი მივუყენოთ მანქანა მოდის თავის ბარგა ბარხანიანად ვინ არის გოგო ხოდა თან ილაპარაკა შეგიძლია საუბარი. ლუჩკებს არის. ეს თქვა ჩვენმა აღმასრულებელმა მდივანმა სამფიორთა გილდიის რომ ან ფორესტერებით არც კი გადმოყოთ ცხვირიო. ანუ დამადაბლებელი გადაცემა ვისაც არა გაქვთ თქო. და კარგი იმაში ტექნიკურად გამართული მანქანა არც იფიქროთ აქეთ გადმოხდება ძალიან რთული გზაა. ნიკოლაუსს უნდა ელაპარაკო, მე რატომ ალაპარაკო? არა, მართლა. ეს უკვე ის განსხვავებული შემთხვევაა, ანუ ყველგან ხო შეგვდა კროსოვერები და სხვა მანქანები, მაგრამ ხახაბოსკენ მიმავალი გზა სრულიად გამონაკლისია, გამორიცხულია. ეს გზა, ანუ არ ვიცი, თუ შეძლო უფრო ის არის, რა. ბევრად რთულია. რთული არის, ხო? და საშიში კიდე. ვიწრო გზა არის და ძალიან ციცაბო აღმართდაღმართები, ამიტომ ხოლმე მომზადებული მანქანით ღირს აქ გადმოხვევა. მაგრამ ლამაზია. ხეობა ლამაზია. ხო, როგორც წესი ეგრეა ხოლმე ყოველთვის. სადაც რთული რაღაც მისასვლელია, მერე სანაცვლოდ მაგითი უნდა ისიამოვა, მოვედით. ქართლოსა და თორნიკე უკვე მიჯლიგინობს. მოათვარიერა. შენი პატარა ყვავილი ხო გავს კესანებს და
რა ლამაზია. ხო და აი აშკარად ისო. რა შემოგთავაზეთ მეუღლე აქ არ ამყარ ცხელი ან ყავა ჩაი თვითონ თუ მოამზადებ ყველაფერი ამოვედით ხახაბოში ახლა აქ დაგვხვდა ადგილობრივი მაცხოვრებელია რომელიც მუდმივად აქ ცხოვრობს და ეხლა შეხედეთ უბრალოდ რა ხედები და რა გარემო და რა ბუნება შევეცდები ეხლა განახოთ დამრევენ რა ეს ფაფასუები ეს დაეშალა მანქანა მიდი გადმოხდა იაბა ოჩახი გიო გონი ხა ცოტა ხანი შენს ხან მე რატო ფაფასუა ცოტა ხანი ეც არავითარ შემთხვევაში ეხა ჩამოვლენ ქართლოს შეექმნა პრობლემა ტორმუზებზე წინა მხარეს როგორც მე ისე და უნდა შევაყაჩინოთ რაღაც შეგიძლება აი ნახეთ ახლა რა გარადგილას აქ ცხოვრობს ერთი ოჯახი და დაბლა ორი ოჯახი და მაგათთვის გაიჭრა ეს გზა თავის დროზე კაცებს ბჟუტურობს იქა ორჩა კიდე ერთხელ მინდა ყველას მოგიწოდოთ რომ ამ გზაზე არ წამოხვიდეთ თუ მანქანას არ აქვს დამადაბლებელი გადაცემა ჩვენი ასე ვთქვათ გამომწერით მაყურებელი შეხვდა რომელიც არის აკურა MDX-ით და ძალიან გაუჭირდა არა აქვს დამადაბლებელი გადაცემა და მანქანა პრაქტიკულად ვეღარ მიდიოდა ამიტომ თქვენც ნუ ჩაიგდეთ საფრთხეში თავს და სხვასაც ნუ ჩააგდეთ საფრთხეში ანუ აი ეს არ არის ისეთი გზა სადაც შეიძლება რომ სტანდარტული crossover-ით წამოხვიდეთ არ ღირს უბრალოდ არ გიგით არ ვიცი მე რა უნდა მაიძულოთ რომ აქ ეგეთი მანქანა წამოვიდეთ ჯობია უსაფრთხოდ წამოხვიდეთ შესაბამისად აღჭურვილი და მომზადებული ტექნიკურად სრულად გამართული მანქანით რომ უკან გადასვლა შეძლოთ გზაში შეხვდა ჯიმნი მშვენივრად გადავა პირიქით მაგისტრალა ეს გზა იმიტომ ძალიან ვიწრო გზაა ასე რომ თუშეთის გზაზე ვინც დახისო ყველასაში გზაა საქართველოსშიო მას ბევრი გზა არ ნახია საქართველოში შემილია ვთქვა და დავადასტურო რომ ეს გზა არის არ ვიცი 15 ჯერ უფრო სასში ვიდრე თუშეთის გზა ან ბევრი ჯერ უფრო სასში ვიდრე თუშეთის გზა კაი უკან რო გადავალთ განახებთ კიდე როგორი მონაკვეთებია ქართლოს რა მოუვიდა მანქანას? რაღაცა რომ შემომტენი ლექსუსი ბანძილი მაგის ბრალია. რა მოუვიდა? არ ვიცი. დაჭის. შეიძლება კალტკი შეგიც ერთ არა და გაქცეულ. შეიძლება ხო, წასული. კაი, განახებთ მე დაჭის. კაი, წავიდა ტექნიკური სამუშაოები. გიო ნახე თაიკუს ოიმე გოგო რა ლამაზი ყვავილებია შენსაც ლამაზია ქვა ვერ იპოვენ ქვა თონიკეს მანქანა რო დაუდოთ ქვეშ არა ოკესე ცენზურას გაუკეთებ ამ ადგილს ნიკალ ცენზურა მაქვს შენზე გაკეთებული უხერხულ ადგილებზე გადმოვარდეს შენ ქართლოს მანქანა. ო, იმე თავში მოხდება მანქანა. კი, ქართლოსა, მუშა ბიჭი. მეგობრებო, ლექსუსი, კალტკები უკეთეს ხუნდებიან რა, პრადო დავწევეთ. აი ორი მანქანა ადამიანი. მანქანა ადამიანი, ამას წინ რაღაც მოდრა, აი ნამდვილი ადამიანი. აკო გვაკლი ხაც ფოტოშოპი. ხო, აკო, ეხა ხომ მიგიშვებდი და. აკო რო არის ძალიან თული. ის მოგცე იმპაქტი არ მინდაო და აჰა მოიტა ხა ის ვერ მოხსის აყურებელი მოვიდა არა შო ვიმახსოვრებ თონიკ ეს ჟელე ქართლოსი ხახაბოსყალი ხახაბოსყალი მეთქი ქართლოსი ტიპა დარკა მეც არ მაგ მე სიგიო კანალზე
აი, ახლა განახებთ რა პრობლემა იყო, თუ არ დაგვეცა ეს მანქანა თავში. ო, რომ სიმძიმე. ო, მარა გიგონა. გადი ბიჭო. ამ ეს პიტონიანი ოკეი. ეს არის პრობლემა, აი. რატო არის? ეხა ჩაკუჩი მაიდა. ჩაკუჩი მაიდა. აკა GBC-ს კალოთქებია? არ ვიცი, ვიღაცამ შემიცვალა, ჩემ მამაჩემმა შემიცვალა იმაში, ვიღაცამ მამაჩემმა იმაში. ჩემსაც ის ფერი უკვე. ჩეგეტაში. აქ არის ასეც ფერია? ხო, ჩაკუჩერო. ამის მიუჩაკუჩე ჩემს შეშოცი. ზუსტად ეგეთი ფერია ჩემს. აღდგება ეგ რითი უნდა დაიცვარო კიდე ეგრე არქნას. უკან მაგას უნდა კონდეს ის სპეციალური დავიჩი ტირივით ზედასაა. სპეციალური მოწყობილობა. ეს ხო ესე უნდა იყოს. სპეციალური? თუ გინ ChatGPT-ს კითხავ ინტერნეტი რომ მოვა მერე. მანამ დაველოდოთ. პირიქით ყოლ უნდა გამოვაგდო ტირიქით ანუ სტირი ვერ გაუყარენ? გავუყარენ, მაგრამ ეხლა ვიცი უნდა ჩაკეტო. ვიცი უნდა ჩაუკეტო რამე მავთული გინდა. მოვთულებით ორმიკეს და ბევრი ვიცი უკანა მხარეს. ეგაც გამიჭდება. ის გასაყრელი. კაი, აგერ ფიქსავენ. როგორც არის, აბა მანახენ როგორ ასუკეთებს ნიკოლაუს. ეს როგორც ქართულია რა არის გასული. გამოგონილი სტილი. ნიკოლაუსას შექმნილი ხახაბოში. ქართულს მორჩა? ჰა? ხო. რაღაცა პირში ჩადებული. უცხოცხეული. კაი, ამას არ წოვს. მორჩა მოკლედ შეკეთება. ეხა მიაყენებს და მე იმედი გვაქვს რომ გავაგზავნებთ გზას და წვიმა არ წამოვა. აურან სიმძიმე ბიჭო, მაგ მარტო ცლი ხოლმე მაგებს. შენ დათიხარ იმას კაჩოკი ხარ თუ მე? რა ფაფასუ არის? 4 საპროვი მარტო მოხსენი მივაყენე ჩემი დედადითი. პროს კინაღა მანქანა დამეც თავში, მაგრამ ნუ ეგ მეორე საკითხია. ძალიან ნუ აქანაო ჩამოვარდება მართლა. დილობ. ვინმე მოგხმარებოდა, მაგრამ რატომ არ მოგეხმარო? რავი, არ ჩატლახები ხალხი, ბიჭო, ხალხი ის. საერი ვიდეოს ვიღებ უყურებ. არის არ ეხმარება რა თავად წამოყვე აუ მართლა ჩააგდეს ბიჭო ეს ამას. და მე ვაფშე დავრჩებით აქ. როდი რა ზომა ჰა? 17-იანებია არ ვიცი. ეხლა რო ავდივართ იქ და პრადოს დაშლები რო ხდება. ვირზე რო უკეთიათის ზედაგადა ტირს მე ვიღებ ამისას. აი, ეხლა ესე ვაკეთებთ. ეს გამიკეთე თონიკე. ისე და გავდივართ იქით. ესე მითხარი ეხლა და ამ ხეობაში სილარჩე 3 ნაგი. ეგრე არა ესე. ხათა გინდა, მოდი. კექსი, აი. ეგ საფიორთა გილდიის ესაა. აუ, ეხლა აი იქ უნდა შევიდეთ, აი და იმის ძევით ავიდეთ კიდე. ვიცი გემრიელია, აი აი მეგობრებო, ჩვენამდე აი ხით ადრე წამოვიდა და ეხლა შეკვდა წინ იმედია ყველაფერი წყობშია, მოიმედე და შევაროხეთ ჭაბჭაბს. მე მოვეციეთ ნელ-ნელა და აი ნელ-ნელა იწყება სერპანტინები და გზის სასახსები არაა, შესაბამისად ჩვენც მივუყვებით ესე. უკან ჩვენ გააქტიურებული გვაქვს ყველაფერი ნიკოლაუს. დამადაბლებელი მეტი რა, არც ბლოკი ჩართული, არაფერი მეტი არ გჭირდება. თავარი აქ არის ეგ რომ მანქანას კონდეს დამადაბლებელი გადაცემა. დანარჩენი ხა აქ ბლოკებით სიარულს აზრი არ აქვს. აი არც ტრექშენი, არც რამე განსაკუთრებული ეგეთი არაფერი არ გჭირდებათ. მალე მივახლოვდებით ის ადგილს, საიდან გამოჩნდება სერპანტინი, თუ სად უნდა ავიდეთ და ვეცდები რომ დაგანახოთ შორიდან რა გზა გვაქვს გასავლელი წინ. საკმაოდ დაკიდებული აღმართებია. ძალიან რთული გზა არის გადასასვლელი. იმ მანქანისთვის განსაკუთრებით. ტექნიკურად რთულია, ტექნიკურად რა, ტექნიკისთვის რთული გზა არის. ხო, ანუ ძალიან დიდ დატვირთვას იღებს მანქანა ესეთ გზაზე. ყველა აგრეგატი რაც კი გააქვთ საერთოდ. შესაბამისად 100% უნდა იყოს დარწმუნებული თქვენ მანქანაში ესეთ გზაზე თუ მოდიხართ. კაი, წავედით და მე გზადაგზა გადავიღებთ. ესე იგი, ყველა სიკეთესთან ერთად ეს კაპოტკოპის ხმა თუ ისმის, ნიშნავს იმას, რომ წვიმა. ხო და მივდივართ მოკლედ და იმედი გვაქვს, რომ წვიმა მალე გადაიგებს და ბოლომდე არ დაასრულებს ყველაფერს. გამოჩნდება მე რა იქნება. ეგ გვატარებს და ახლა გავუყვებით ჩვენ გზას და ვკითხავთ თან რა ვქნათ აბა რამე ყორი უნდა დახმარება. ამასობაში ეს წვიმა გივიდახდით რომ მალე გადაიღოთ ხოლმე ჯერ არ იგებს და თან ნიადაგი აქ მოსვლა რა აქ ისეთ ნიადაგია რომ აქ ჯერჯერობით კარგად ეჭიდება ხო ნიკო? არა, აქ საერთოდ არის პრობლემა. ზემოთ არის ფხვიერი ნიადაგი. ო, აი გზევით იყო ცოტა ისეთი რა, მთავარ სერპანტინებზე სადაც მივიდეთ. ეხლა ეს ჯერ რო იცოდეთ, ჯერ არაფერი არ ხდება. შესავალი. ხო, ეს არის რაღაც პრელუდია.
სერპანტინის. Ой, აბარა. ჯერ ზღვის დონიდან ვართ, არ ვართ მაღალზე. 2291. 2291-ზე და უნდა ავიდეთ 2800-ზე. ანუ თავარი წინაა. აი, გავუკევით გზას, მე გადავიდეთ იქით. ვართ წინ. განახებთ რა ხდება. ვერძე. ხდება უკან. ანა მივიღებ მე. არა, მიდი. ესე მიდი. ამონოზე ბევრად საშიში გზა არის ეს არის. მე ვიტყოდი რომ საქართველოში ყველაზე საშიში გზებში ერთ-ერთი პირველი გზაა ნამდვილად. და თუშეთი ვერაა მაგ. ნახულსაც კი ვერ მოვა. ამასობაში ეს იმაისი. იმს და ვაგრძელებთ გზას. აქეთან მხარეს უკვე პატარა ნაკადულები მოდის. Tonic და Honda Index უკან მოდიან, ქართლოსიც უკანაა და ვაგრძელებთ აი ასეთ რელიეფზე გზას. ეს იყო ხო? ეს ჩამოაწყო. კი, შენ გითხარი. რა გადაიღო? გადაიღო. ესე მოდიან ჩემი ხმა ისმის თუ არა არ ვიცი. მოდიან ბიჭები. მოიცა გაჩერდა თუ თონიკეს ელოდება. არა თონიკე მოდის და მოიცა თონიკე არ წახვიდე მიკრო. აი მიდი. ხო წამოვიდა კი. მოდის შო. ხალხო აი ახლა გაგახედებთ სად უნდა გავიდეთ? აი ხედავთ აი ეს გზა როზევით მიდის? აი მან უნდა ავიდეთ, თუმცა ეს ჯერ კიდე არაფერი არაა. ესე იგი გზაში შევხვდა ერთი მანქანა, წემსების არის ავარაუდოთ. აქ დგას უღელტეხილის დასაწყისში და ჩვენ აი იქ სადღაც ზევით უბედურებაში უნდა ავყვეთ გზას ღრუბლებში ნაწვიმარზე. და მოკლედ გავაგრძელებთ ესე. შემოუყევით ნელა აღმართებს. ეხლა მალე უკვე გადავალთ იმ უღელტეხილისკენ, რომელიც გადასავლელი გვაქვს და ნახოთ როგორი მდგომარეობა იქნება. რა ქვია კი ამ ამას არ ვიცი. ჩავხედა ოსმანში და გეტყვით ეხლა მოგახსენებთ. რა ქვია ამ უღელტეხილის. ეს თორნიკეთ გვას ვერ ასწავლის, ხო? ვერა. ისე აი 5 მეტრის უკან მოყვება ზუსტად. აი ახლა აი ნახეთ. აქეთ როგორი გზებია. იქა. ცლები უკან გადავიღო. ნამდვილად. აი რომელი მხარე გადავიღო ახლა. ბოდიში გარეთ ვერ ჩავდივარ, იმიტომ რომ აქ გაჩერება არ ღირს. არც ჩასვლა. არა, ეხლა შეიძლება კუთხე არ ჩანს აღმართის აქ, მაგრამ დამიჯერეთ საკმაოდ დიდი კუთხე აქვს ამ აღმართს. თავარია იმ Honda-ს გამო სადმე გაჩერება არ მოგვიწიოს. აი გაჩერება თუ მოგვიწია, მერეა. საშე დაბლავად და გზა როგორია რომ სადაც ვარ სადო ამ აბუროს გამოსვლა. ჯერჯერობით მოგვიგია ბერჯი. Copiaria, si io vado a ricercare Capriano. No, firmare cosa già qualche adesso. აი გადასცეს ყველაფერი და ვაგრძელებთ გზას. ესე იგი მივდივართ ჭანჭახის უღელტეხილზე გადავიდეთ. წვიმამ გადაიღო თქო მეხარდა და ეხა ისე მოვაყარა მაგრამ მოკლედ წვიმა ეგრეა. ხანიღებს ხან არა. ქართლოსი ელოდება იქ დაბლა იმ მანქანას რომ მე ბოლო მანქანად მოდის ასე ვთქვა თორნიკეა მანამდე და ნახოთ თუ გაუჭირდა მოგვიწევს დაბმა რა აქ ხوار დავტოვებთ მაგრამ ნიკოლაუს რას შე როგორია გზა?
ახლა ჩვენთვის სტანდარტული გზა არის, მაგრამ ეგ ალბათ იმ გამოცდილების შემდეგ რაც მივიღეთ. აი. დავიდით ხა და ერთად არის უკანა. თათა დაგვიქნია ხელიანა თათავი. დავიდით. არის ულამაზესი ხედები ხალხო, არ ვიცი რა გითხრათ. მაგრამ ძალიან მკვეთრი ისაა, რა ქვია. აღმართები, აი ნიკოლაუსას თითქმის ეს იყო იქ მე მგონი პირველად უკან დახევრო დაგჭირდა რომ ჩამოვდიოდით. კი, ეხა უფრო შეისწავლა და ისტორია. შეცვალა და ისე ავიდა რომ არაფერი აღარ დაჭირდა. აქეთ რო კაიო მინდია ნახე. ნახეთ ხალხო ცა გამოჩნდა, ხედავთ. კარგის ნიშანია ეს. სასწაულია მართლა. კიცა ვიცი რა ხდება. იქით გახედავ ხანდახან მაშინია ხო. დიახ. გასავლელი გვაქვს. დათიჯურის უღელტეხილი ჯერ გასავლელი გვაქვს. ჭანჭახის უღელტეხილზე ხა ავდივართ და ჩასასვლელები ვარ დაბლა და ვერ ჯვარი უნდა ჩავიაროთ. და აქვე მინდა თქვა რომ ეს გზა კონკრეტულად ეს გზა ოსმანზე არაა ხალხო, არის მხოლოდ ბილიკად დატანილი. შესაბამისად ეხა ვიწერ ტრეკს და მე ნიკას მივცემ ვარძელაშვილს, ნიკა აქედან მოგესალმებით ყველანი და ნიკა დაიტანს ამ გზას ოსმანზე. ოღონდ კიდე ერთხელ მინდა გაგაფრთხილოთ სულ როგორც იმ მქონდა. შეიძლება ხიეთ კიდე, მაგრამ უნდა თქვა მოდიში მოვატიეთ. ეგეთი მანქანით მაინც თავი შეიკავეთ ამ გზაზე წამოსვლისგან, იმიტომ რომ და იმანაც გიორგი როგორ წაიღო, ხო? ძალიან ტექნიკურად მძიმე გზა არის ნებისმიერი ტიპის მანქანისთვის, რა. ამიტომ რაც უფრო მომზადებული მანქანით წამოხვალთ, მით უფრო უკეთესია. ბევრჯერ ვიზახით, მაგრამ ჯობია ბევრჯერ ვიდრე რამე ის ყოფდეს. შენ თუ არ იცოდე ეს ინფორმაცია როგორი გზა იყო, ახალ კალენდარში. შედი ალბათობით მანაც არის. კი. მათ შორის გაითვალისწინე მე დავტოვე მანქანა ამ უღელტეხილის დასაწყისში. იმიტომ რომ ტორმოზებზე შემექნა პრობლემა. შესაბამისად ყველას თქო ეგრე მოიქცეთ ხოლმე და არ გარისხოთ. აი ხა აქ არის საკმაოდ მკვეთრი აღმართი, უკვე თითქმის თავში ვართ, დაახლოებით 2800 მეტრზე ავდივართ და ნიკა ლომას ჩარეს ჩამოიტანე. ესია დამადაბლებელში და და უკვე ეთყობა ხო მანქანას რომ? ეთყობა რა, ჩარა არ მედივარ, როგორც ჩავედი ისე ავდივარ, მაგრამ დამადაბლების გარეშე აქ არ ვიცი. ო, არ ვიცი, რა ძალამა მოიყონა ეს მანქანა, არ ვიცი. ტრიანი მანქანა თუაა. ხო. ეგ ძართული მონაკვეთი. ხო, ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმართი, რომელიც ახლა აქ შეგხვდა. თითქმის თავში ვართ, ახლა მალე უკვე გადავჭრით იმ ადგილს, სადაც გამოჭრილი არის ეს უღელტეხილი და გადავალთ უკვე დაშვებას დავიწყებთ. ნიადაგი სველია, მაგრამ მოჭიდება კარგია, არ არის ისეთი, რა ქვია, სრიალა ნიადაგი, ჯერჯერობით ყველაფერი ნორმაშია. ბიჭო, აქ ძალიან რთული მონაკვეთი იყო. პირველი დაფუქსავდა, იმ არა უნაქნას. ქართლოს შენც გაითვალისწინე, რომ თუ წამოხვალ ძალიან ისაა რა. პირველი სიჩქარით ამოვიდა თორნიკეთს და ფუქსაობით და რავი, აბა დაელოდე მოკლედ მე გადმოგცემ აქედან ის მანქანა თუ ამოვა. აი მინდა. საერთოდ არ წვიმს და არ მაწვიმს ეს და საწვიმარიც არ მაქვს და მაგრა წვივად აქ, ვაიმე. ბიჭო რა ცივი წვეთები მოდის. ძალიან ზევით ვარ და ძალიან ცივი წვეთები მოდის. თორნიკე მაყურებლის როლში მოდის. არა და თითქმის გადავედით რა, იქა ზედა წერტილი უკვე და დაშვებას დავიწყებს. ძალიან ცუდი აღმართი იყო, ძალიან გაწელილი და მეც უკვე ვიყავი. მოვადეგით და აი ბოლოშია თითქმის უკვე დაბაფერით გადმოხედეთ რა. ეს იგი სხვა აღმართზე ვართ ჩვენ. ამ რთულ აღმართამდე თქვენ ჯერ არ ამოსულხართ მე მგონი, იმიტომ რომ მე ვარ ახლა აი ამ რთული აღმართის სუთავში. არა, ეს მენა გაჩერდა, ეხლა არ ჩამოდით რა ვიცი. თორნიკე, გაჩერდა და ჩასაბმელია. ვეღარ მოდის. კაი, მიდი აბა, კაი. თო კაი ქართლოსის გაატარებს და ჩაიბავს და წამოვლენ. კაი, ჩავიცმევ მეც თორე გავიყინე. ესე იგი რა ხდება? ქართლოსი ამოვიდა, მოტრიალდა. ნახეთ როგორი ამინდია ხალხო. საშენელება ხდება. სამწიმა წამოვიდა. ჯალოთი უნდა ამოიტანოს ის აღმართი და მე აქ ვნახოთ რა. იქაა ყველაზე მკვეთრი კუთხე. ეხლა დააჯალოვებენ. თუ ამოვიდა, აქ შევხედავთ მე რას გიდავს. ეხლა ჩავალ და ვეცდები რომ გადავიღოთ ან ეს ყველაფერი. ესეთი ამბავია. ჯალოს შლიან ეხლა. აი, განახებთ როგორ წვიმს. ასე ვარ. ნიკოლაუსას მოკლე ის მაცვია. საწვიმარი. ბოლომდე ამშველის. დაუსველდი ჭექა, კუხილი, იმედია მე ხი არ დამეცება თავში.
რავი, თუ გადაღების დროს ფეხი დამეცა, თქვენთვის იყო ეს. მაგრამ მაინც ჯობია არ დამეცეს. კაი, ეხა ჩავალ და განახებთ როგორი მდგომარეობა. так, მოუახლოვდი. ხედავთ ხო რა ხდება? საკან კუთხე არის ძალიან მაღალი. ხო, რავი, რა გითხრათ. ასე გადავიღებ ხა აქედან ჯობია ჩასვლას. რო ჩავაბად ჯალო და ვერ გავიგე რა ხდება. ტროსი ნახე ქართულ ძალიან ხო არ გო. ჰა? მოძრა? რატომ მოძრა? იო, ჩვენ აქ დიდი ხნით მოგვიწევს გაჩერება. ქართლოსის ტროსი. რა მინდია? ბუქსით რა მოიტან? ბიჭო, ბროს არ მინდა და თულა გაშლა, ამ ერთი აღმართებდა. ქართლოს მეგონი ბუქსით. ჰა? ბუქსით ჯობია ცხადო. უსეთ წამოვიდა. ამასობა შევიდა. აკურავმა გაკაჭა, მაგრამ ძალამ ვერ გაკაჭა. აქ დამატებლების გარეშე არგის რა. არგის ძალიან სასიამოვნოა. აი, ბუქსირი ალბათ. მიდი. გაახშენ პატარა, შენ ხო პატარა შაკრი გაქვს ბიჭო? პატარა შაკრი არის. ხო, ის უნდა მოვაბათ იქ. შენთან სოფტ შაკრი და წინ იქ იმას პატარა შაკრი და შენ ახლა მოჭიდება წესით უნდა გეყოს რა და უნდა წამოვიდო. ბოლომდე არ გავალგო რა. ხო. ისაა. აი, ბოლომდე არ გავალგო. მასობაში გავია რა გითხრათ ხალხო. ნახეთ რა ხდება. ამათ შეხეთ. სეტყოზე ვახტებ ბიჭო. რავი რა გითხრათ ხალხო ზე? გვასეტყოს. დაუშვა სერიოზულად. ეს თეთრი რატო? შარავანდეთი დამეთოზე. რა ხდება? ხელი მეტყინა. ზვადო. ეკა კარგად ჩანს ვიზა როგორი მდგომარეობა. რა ვიცი. ომნიკე. აკეთო და ამ ადამიანის ბედა შევხვდიდა, თორე ამ ადამიანს შევხვდით ბედა. ხათოს შენ მიდი მოატრიალე. ხო. მე გეტყვი რა, რაცია ხო გაქვს? მე გეტყვი რა. ესა რეალურია. მიდი. მიდი, კარგად. აი, მოწიდება, აი, გაქვს პრობლემა ხომ. მიდი. ატი. დაკეთე. შედი. მიდი. კარგად მიდი, არაფერი არა. მიდი. კიდე. მიდი, კაი, გაასწორე ხადიზე. ამოეხა უკან და პანეჟენი ახლა ჩართული გაქვს და პირველი თუნდა წამოიხונה. წადი დაბლა. ტროსი რამხელა გაქვს, სადამდე ჩავიყვანო. აი, ვიგი მაქსიმალურად უცებ ჩავიყვანო. მიდი ჩადი. ბიჭო, ეს დინამიურია და ცოტა ყვევით კიდე ჩავალ და გავაკრო. აი, ეგრე მიდი ჩადი დაბლა. აი, ესე თქვა რა. არა, ჩავიდეს არ ეყოფა. ცოტა კიდე მიდი. ეხა მან ცადე დაძვრა უბრალოდ შევხედოთ რა სიზავს. ეი, ჩაოლობრიად მოდიხარ. აი, ცადი ეხა კიდე. მიდი. არა. აი, აბა ნახე თონიკი არ ვიცდება? ტორმუზი გაზით დაძარი მე რა, მაინც უკანაც აკისრებია. აი, ნუ გამოსველი. გადავსველი. გადავში. არა, საერთოდ.
დამტროს რა უყო იციო. აი დამიდე ხანი კონდეს და როავად პარკში ჩავდებ და ჩავდებ რა. აი მიხვდა აი სონიკე ამოწობაში ჩავიდე კიდე თუ? აი მე ახლა სონიკე გაშეცა გეტყვი რა აი სამბობს რა სონიკე ამოწობაში აბავს ნახო შედა ხოლა რა ტელეფონი შეიძლება ana გადამება ხალხი და გადამოანგადებს და ვიცი რომ მოდიება ანუ დაბლას კიდევ აი რა გადამოვიარე და აი ბოლომდე მაინც ამოვედი და რა თქმა უნდა ესე განა ეგაც შერავასია არეტევა მათშეთ იმიტომ რომ და პატარა ისინი აქვს საბუქცირეები ნუ აი რავი რა გიქნა აი ეხლა რაღაც ისინი მომერე გაურბელი გადაგება ფოტოფონი დაანდაფერა ტელეფონი რავი ამასობაში ამინდმა არ ვიცი რავი აი ხედავ ხო რა ხდება გაგიჟდა აი საკარი მომწადებული ეს ამინდა არა არ ვიცი რა ხდება დაუბედურდა ყველაფერი დაგხვდა ეხლა ამას უნდა მოვაფარო ამოთორე გადაღებაზე მიპაუზებს გადაღებას პრიმა ეცემა პაუზის ღილაკ აი ესე ვიღებ ხა რაღაცნაირად ხმა რამდენად იწვის ვერ გეტყვით იმიტომ რომ ძალიან ცუდი მეტეოროლოგიური პირობები გვაქვს რაც გამოდის იმის შესაბამისად ვაკეთებ ეხლა აი ხედავთ რომ უკვე მოაბეს შაკლი და ერთობლივად იმისი გაზით და ქართლოსის ძალით ანუ 4 და 7 ემო ქართლოსის ძალით და ერთობლივად ჰონდას ასე ვთქვათ მიხმარებით უნდა ამოვიდნენ რამენაირად სხვა არ ვიცი ხაქენა ჩანსი არაფერი არა გვაქვს ჩვენი მშველელია კაცვილი არა ან ჩავიდეთ მე დაბლას ამაშველებს დავრეკოთ და რაღაცა ვქნათ ჯერჯერობით ესეთ მდგომარეობაა ანუ სამაშველოდანაც აქ ხა არ ვიცი რა მოვა იმასე არ ვიცი ვერ გეტყვით მაგრამ აი ახლა ის ქართლოსი დაყვანას აი გეყოფა ქართლოს კაია ცოტა ჩატია რომ ასაკანებელი კონდეს ეს გადმოტანა არ დაგაუწდეს თვითონ იარა და ელჩი აი ეხა ნუ მოკლედ ქართლოსი უნდა დაკაჩოს რა ორივე მეფად თობლივა თორნიკე იქ ეტყვის და ქართლოს ზათვართ კი მზათა დაძარი და ხო დაძარი და აღარა უშვა წადი ეგრე კაია წადი არ გაჩერდე წადი იარე მიდი გაწიმული არაა მოყვება თავის მიდი კაია მიდი ბოლომდე აიყვანე რა ჩვენი მანქანები სადაცაა იქამდე ბიჭო თორნიკე მე რა მადადებს იცი დაბლა ჩავალ ჰა აქ არ დაგინახოთ არავინ მოსულები ხო ანუ უბრალოდ არღის ხალხო არღის რა თუცა რა ქვია არ გარისკოთ ხალხო ანუ არაფერად არ ეხა შეიძლება უბრალოდ არიცოთით აქამდე როგორ იქ დაიყო მაგრამ ვინც ამ ვიდეოს ნახავს ესე არ წამოხვიდეთ რა არა აგნი არა დავიდით რა ჩვენ ფეხით ხა განახებთ ნახე რა ხდება გზაზე მოდის ნიაღვარი რავი ფეხსაცმელები მაგ დაბლა მაგ მანქანაში რავი ქართლოსა ჯალო თორიკეთ მოხელი ანუ გუშინ დღეს შვიდობით რომ ვიარეთ ყველაფერი არ მოგვცა საშუალება საქართველოს ვიტყოდი ერთ-ერთ ყველაზე რთულ მარშრუტზე დაგვემატა ეს სეტყვა უბედურება და რა ვიცი კი ხედავთ რა ხდება ამოვედით ჩვენ მანქანებამდე ეს დაგვჭა ასავლელი იქით და გადავალთ ეს მეტი აღარ უნდა იყოს ორიოდე სიტყვა დღევანდელი გასვლის შესახებ ადით ობრუაძე მაგარი გაერთობით და ეგრე გვითხრეს და 17 წლის მარგე ესე იგი საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომ ბარემ დაუტოვოთ ბუქსირზე და ქართლოს წამოიყვანს და იქ ის რაც გითხარით იქ აგერ ბუქსირით ავიტანოთ და მე დავშობაზე რაღაცას ვიზავთ რა შევხედოთ არ ვიცი ოღონდ ვინ ჯობია პირველი წავიდეს ხა
აი მაშინ ჩვენ გავაგზავნოთ ესე ხო? აი წავედით ესე გავაგზავნებთ გზას. მოვიდა გალონყული. გოლდონდესველი ვარ. შენგენა ცვალე. ანუ რაზეა ხუთასალი? არა იჯექი ეგრე რაც. შეიძლება ჩვენს მოგვიწიოს ის. აჰა დავჯექი ნიკოლასთან და ვაგზავნებთ და ნახეთ გარეთ რა ხდება ნიკო. ხო გადამიღე როგორ უნდა. მოიცა. გადაღებული მაქვს როგორ გვეცემა კი არა და რა ვიცი. დავიშეთქვეთ ლაივში. ტელეფონზე მიჭერდა ბიჭო პაუზა. ისეთ წუმა იყო. მე ესე ვიდეთ ეს ყველაფერი აფარებული ტელეფონზე გავით რა. კი ალბათ. მაგრამ მეც კახური თავი მოხანან განმეულო. აი დავიდით ხარა და ქართლოსი ქართლოსის მოყავს უბრალოდ მოხსირზე. თონიკი აპირებდა ამოყირებას ეგ რაღაც ხრამში იყო და შენ აღარ ამოყირავდი. აი დავიდით. არ გინდა წადი. მიდი წადი. ამასობაში აი იქ მიდის გზა ხა ასე უყობით და იქ არის გაჭრილი ადგილი სადაც უკვე ეს უღელტეხილი რჩება და დაშვებას ვიწყებთ რა ანუ ამოვედით ბოლო წერტილში ხოდა გადავალთ აი დაშვებაზე არ ვიცი რა სიზავს ნუ მაგ მშვიდობით დაუშვებით ყველანი რა რა პრობლემაა ამოდით არაფერი არ ხდება ამოდით ჩვეულებრივად არა, ყველა ვარიანტი მარტო. ქართლოს რო ამოხვალ მე ბუქსიდან მოხსენ დაბლა ყველა ვარიანტი მარტო უნდა ჩავიდეს რა, ისეთი სიტუაცია. ძალიან წვიმს ხა ლაგიტაც არ ვიცი. მოცდოვარი რა ხდროვის ხელშია დაფიქსო. მეორე სიტუაცია არის ვიდეო ეს გარემ არ მინდა პირველ რიგში ზანო გავთავაზებდი არაფერი ისეთი არ არის თუმცა გზას დაგანახეთ ეს არის გზა ეს მიაღვარცხელოს ეს არის გზა რა მოხდა თუნდაც მორჩააცო და უიცასთან ჩავალე ძალიან სრიალებს ხოხნო თონიკე ხო არ დაუშვებ შენ საბურავებს თუ ჩერდები როგორც გესმით თონიკეს დაანაცვლებ ჩვენ მეტნაკლებად კარგად მივდივართ მაგრამ არ არის პრობლემა გაიგეთ საშიშია და პროტექცია არა ნუ რა დააცუროს ადმე ამ იმაში ხელში არ ამას შეჭერა მიდი აი ჩადი და ჩავალთ მინუტა არ ვიცი ალბათ თონიკეს შვიდობით ჩამოვა და ის მანქანაც კიდე ანუ ხედავ ეხა ერტე საბურავი და ატე საბურავი იქუნა აწახვითაც პახანი მოიწყოჩი აი გაგვაჩერეს ქართლოსა ჩამოსასვლელია დაგდარო ოდესთან ძიმან არ დავიდეთ მინიმუმ რაღაცები თუ დავიხმაროთ კაი აქეთ გაჩერები არ დაგუჯა მოვიდა ვაიმე ნახე წინ როგორ წინ შეხედე ნახეთ ხალხო რა ხდება ხალხო ექსტრიმით აღარ ქვია ამას ხო ეს რაღაც მაზოხიზმში გადავებია ცოტა ხანი იქაც ნახეთ აი ამას ხო ხედავთ აი მანდ მიყენია მე ჩემი მანქანა აი მე მოჩანს კიდე პატარაზე და აი ეს აი ხა შემოვიყვან აი ეს არის დაშვეჯურის უღელტეხილის გზა აი მანდამდე უნდა ჩავიდეთ შვიდობით და სამშვიდობოს ვიქნებით იმიტომ რომ იქ ისეთი გზაა რომ იქ ჩვეულებრივად ვივლით ამასობაში კი ხედავთ წამოვიდნენ ჯერჯერობით ნორმალურად მოდის ქართლოსი უკან მოყვება და რავი ხა ჩვენც იდეაში გავაგრძელებთ გზას რა. იმიტომ რომ უკვე ახლოს არიან და ჯობია ნელ-ნელა გავეცალოთ ამ ადგილს და გავუყვეთ ჩვენს გზას დაბლა. აი წავედი ახლა დავუჯდები უცხო გავიქცეთ. უკან შესრულება არის ეს სიტყვის თათამარ არ მოდის ეთო მზედა რა მქნა. მე აფასულია მაგრამ კაი გოგო იმღერე. კაი ჩვენ ჩამოვედით ხალხო, ჩემი მანქანას ხედავ. ჩემი მანქანას. ხო, დანარჩენებმა თვითონ იკითხონ ამას. ეხლა დაждავა გაიცავ. გამაი მე ბავშვთან ერთად და პირველად ჩავიდე, კარგად იყავით.
ნახეთ როგორ დგა. ამოვუყურეთ, ხედავთ. გამწდე. რა გაცდე ბიჭო, მიყვანი მაგათა. აი ეს არის უკვე ჩვეულებრივი გზა რა, იქით ახლა ფართო გზა არის, ისეთი არაფერი აღარ. აუ მე არ მომწონა, აი ის. არა ერთი გადაუღებთ ან იმათ ჩამოუსველებს მონახეთ. გამარჯობა მამა. ნიკა გადაუღე რა შენ, მანამდე გამოუცნო. ნიკა გამოჩდა. ეს ადაგიდო ნიკა ლახო. მოვიდა სტანდარტი. Hello Fashion TV. გამოჩნდნენ სხვებიც. ნელა გადაიღე უკვე წვიმა პირობები უკვე გაუმჯობესდა ქართლს ცოტა ჩქარა რა არის რიცხე მეორე პირველში რომ მოზოზინով მაგრამ გზავრები უზის კაი ახალ შეუღლებულია მაინც ეპატიება ზარით ეხლა უკვე ბიჭებმა გამოიცვალეს თავიანთ ფეხებამდე დასველებული ვინც იყო და ეხლა აქედან უკვე სტანდარტულ როგორ თქვა ანუ თავარ გზას უერთდებით რომელიც ადის დათვი ჯავარის უღელტეხილისკენ აი ეხლა მარცხნივ არის უღელტეხილი მარჯვნივ ვიყავით შატაცი ჭირიქა ხინი აქა ამოვედით დათვის უღელტეხილზე, დათვი ჯვარის უღელტეხილზე ბოდიში. აქ ცოტათი დათოვლილია თუ დასეტყვილია, ალბათ უფრო დასეტყვილია, შეიძლება თოვლიც იყოს. და ქვემოთ კიდე ნახეთ როგორი მწვანე გარემოა, ეხლა მანდ ჩავალთ და დაუბრუნდებით თბილისს. ახლა სანამ ჩამოვდივართ ორი სიტყვით, მოდით წვაზეც ვახსენოთ მეხუთე თაობა Foreigner-ზე, ჩემ მანქანის ეგზემპლარზე. საწვავი ჩავასხი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, მას შემდეგ არ დამიმატებია. დავინიშნე 200 კილომეტრამდე 129 მილი არის ახლა გავლილი აი ამ მდგომარეობით. აქ ხედავთ რომ საშუალო წვარი 20.1 ლიტრი, რომელიც არის ანუ როგორც კი გზობაზე გადავედი, მაგ დროს დავარეზეტე მაჩვენებელი და რა რეჟიმშიც ვიარეთ, რა რეჟიმშიც ვიარეთ ეს ადგილები, მოკლედ კომპიუტერი თვითონ მანქანას საშუალოდ ამდეს. მეოთხედი ავზის მოცულობის საწვავი არის დარჩენილი, 87-90 ლიტრიანი საწვავის ავზი არის და კიდე ამ რეჟიმში გავივლით 200 კილომეტრს ეგრე გვიწერს. მოკლედ ესე ორი სიტყვა მეხუთე თაობა რანერის წვასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ესეთ რეჟიმში. კორექტირება შევიტან ზუსტად იმ ადგილიდან საიდან დავინიშნე 19.5 ლიტრი გამოვიდა საშუალო წვა. ავზის რაოდენობას მოცულობას დარჩენილს კი ხედავთ და გავივლიდი კიდე 191 კილომეტრს თეორიულად. ესეთია მეხუთე თაობა რანერი. ეხლა წავიდეთ და დავბეროთ საბურავები. სანამ საბურავებს დავბერავთ, აერის ფილტრით გავბერტყოთ ცოტა. აი ესეთი მტვერის გამო აუცილებლად ნახეთ რა დღეშია საწყალი
ეხლა მიწევს ზეთის შეცვლა და რა თქმა უნდა ესეც შეიცვლება. ანუ ყოველი ზეთის შეცვლაზე შეცვალეთ ჰაერის ფილტრი, რომ გაუფრთხილდეთ თქვენ მანქანას და მანქანაც გაგიფრთხილდეთ შესაბამისად. ოჰო, როგორ მორაკრაკებს დინარე, აი ეს იქნება ცივი. ხო და მოკლედ მეგობრებო, მე მგონი ამ ხიარულ ნოტაზე უკვე დამშვიდობების დროც მოვიდა. და ბატონი მარგე რამეს ხომ არ ბოდიში ჩაგეჭერით, რამეს ხო არ დაამატებთ და არაფერი შვიდობით კარგი გასვლა გამოგვივიდა ძალიან შვიდობით დავბრუნდეთ ყველანი. კარგი იყო? ძალიან всё. გვიხილავთ ბოლო მომენტები ჩვენი ჟანრში იყო. ერთ რაღაც დავუწყო, ერთი ადგილი ახალკისველი მაქვს. კარგი, მოკლედ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.